გიორგი ანწუხელიძის გრაფიტის აღდგენის მცდელობისას მოქალაქეები პოლიციამ დააკავა. ეროვნული გმირის გამოსახულება, რომელსაც ოცნებამ ვიღაცის პიარს უაზროდ შეწირული უწოდა, გახსოვთ ეს ფრაზა ანწუხელიძეზე. ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიასთან წაშალეს. რამდენიმე მოქალაქემ კი მისი აღდგენას სცადა. ადგილზე იყვნენ ცოტნე ჯაფარიძე, გიგლა ყანჩაველი და დავით ტატიაშვილი. ისინი პოლიციაში გადაიყვანეს და ჯარიმა დაუწერეს. სამის შემდგომ გაათავისუფლეს. ცოტნე ჯაფარიძე ახლა ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით. მოგესალმებით. ცოტნე რომ მოგვიყვეთ, რა უნდოდა პოლიციის რომ მოვიდა, რა იყო ბრალი? ანწუხელიძის სტენსილი. პრობლემაა? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და პირველ რიგში ტრადიციულად ესე ვიწყებ ხოლმე რომ მივესალმები პოლიტპატიმრებს და უსურვებ მალე განთავისუფლებას ყველა და მალე განთავისუფლებიან ყველანი დარწმუნებული ვარ. ანუ რატო საიდან დაიწყო პრობლემა? ეს პირველად არ ხდება, მანამდე მოხდა. ზუსტად 24 თებერვალს, როცა დაიწყო ომი უკრაინაში 2022 წელს, ზუსტად მართომასშტაბიანი ომი მაგ თარიღს დაამთხვიეს და ვაკეს მიდამოებში გიორგი ანწუხელიძის ყველა სტენსილი წაშალეს, მათ შორის წაშალეს მარომაყაშვილის სტენსილი და ასევე ამბროსი ხელაიას სტენსილი. ერთ დღეს წაშალეს ყველა სტენსილი. ანუ ეს აშკარად რო ბრძანება იყო გაცემული ვიღაცისგან, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ყველაფერაც დაკავშირებულია ქართულ გმირობასთან, პატრიოტიზმთან და რაღაცა სულისკვეთებასთან, ბრძოლასთან და შემართებასთან და არა ეს მოჩვენებით მშვიდობასთან, რომელსაც რუსული ოცნება გვატენის სულ. ეს ბრძანება რა თქმა უნდა ალბათ გაცემული იყო მერიიდან, ალბათ შეიძლება უფრო ზემოთ ეშელონებიდან და ერთ დღეში წასალეს ყველა ეს სტენსილი. რა თქმა უნდა, გვინდოდა ამის აღდგენა და ეს იყო ზუსტად ჩვენი მიზანი გუშინაც რომ გავსულიყავით ერთად და სტენსელი აგვედგინა, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად და არა მარტო ჩემთვის მთელი ერისთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფა ის რომ საქართველოს ეროვნული გმირის სტენსილი და იქ დროშაც ეწერა ეხატა და გიორგის სახელი და გვარიც ეწერა და საკმაოდ ლამაზი სტენსილიც იყო ეს ფილარმონიასთან, რომელზეც ვლაპარაკობთ ჩვენ და ძალიან დიდი შეურაცხყოფა მთელი ერის ამის წაშლა. ამიტომ ამას ესე რა თქმა უნდა ვერ დავტოვებდით. ისიც ვიცოდით რომ ამას შეიძლება მოყოლოდა გართულება და ჯარიმას დაგვიწერდნენ თუ დაგვეკავებდნენ თუ რას იზამდნენ, ჯერ კიდე დახვრეტ არ შემოუღებიათ საქართველოში სტენსილების წერაზე, საქართველოს ეროვნული გმირების სტენსილების ხატვაზე, მაგრამ ალბათ ამასაც შემოიღებენ მალე, მაგრამ არ დაცალდებათ, დარწმუნებული ვარ. ხო და მოვიდნენ მოკლედ პოლიციის თანამშრომლები, სამწუხაროდ მხოლოდ ნახევარის და ხატვა მოვასწარით და შემდეგ მოვიდნენ. ნუ რა თქმა უნდა, მესიჯი არის ის, რომ არა აქვს მნიშვნელობა რას ვხატავთ, ეს არის იერსახის დამახინჯება, თურმე ქართული სიმბოლიკა, ეროვნული დროშა და ეროვნული გმირები, თურმე დამახინჯება იერსახისი. როცა თბილისში და არა მარტო თბილისში, ბათუმშიც რო გაიაროთ ქუჩებში იმდენი სტენსილია, რომელიც არის პირდაპირ მითითებული საიტის მისამართები, თუ როგორ შეიძლება ნარკოტიკები, ეს სული საიტებია ყველა და რუსები მფარველობენ ალბათ აქაც მფარველი ყავთ, თორე ესე ნამდვილად ვერ იმუშავებდა ეს ბიზნესი. ამ საიტებს, რომელიც პირდაპირ ნარკოდილერების რეკრუტირებას ახდენენ და ნარკოტიკებს ყიდიან, ამ სტენსილებს ხელს არავინ არ კიდებს. ეს თითქოს არ არის პრობლემა ქვეყანაში და ეროვნული გმირების გამოხატვა და ხალხისთვის შეხსენება თუ საიდან მოდივართ და ვინ ვართ და რატო არის რომ დღეს კიდე საქართველოს არსებობს და ვიზზე ვდგევართ, ამის შეხსენება პრობლემაა თურმე. და ზუსტად ეს რომ რადგანაც გვტყივა და რადგანაც ებრძვიან ამას, იმიტომ რომ ეს პირველად არ ხდება უკვე მერამდენი შემთხვევაა, რომ ჩვენი გმირების და ჩვენ ეროვნულ სიმბოლიკას შლიან დროშებს მათ შორის. ეხლა წოდაღნესი ფილარმონიისთან წაშალეს კიდე გვირაბთან დროშები. შესაბამისად რო ებძვიან ჩვენს შესაბამისად გვაქვს იმ უკურეაქცია და გვინდა რომ დავიცვათ ის რაც მართლა ჩვენია და მართლა ჩვენი სიამაყეა და ჩვენი წარსულია და ამაზე უნდა იზრდებოდნენ საერთოდ ბავშვები ბაღიდან, შემდეგ სკოლიდან და ჩვენ კი არ უნდა გვიწევდეს ქუჩაში სირბილი და ამ სტენსილების ხატვა. ამაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს რომ თვითონ სოციუმი ჩამოყალიბდეს სწორად და იცოდეს ადამიანმა საიდან მოვდივართ, რა არის ჩვენი ღირებულებები, რატო ვარსებობთ, რატო გადაურჩით ამდენ ქარტეხილს და რატო მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე. მაგრამ რუსისთვის ხომ მიუღებელია ის რომ ჩვენ ვიყოთ ძლიერები და ვიყოთ მებრძოლები და ვამაყობდეთ ჩვენი ისტორიით და იმით თუ საიდან მოდივარ და როგორ მოვედით დღემდე. ამიტომ ყველაფერი ყველა გმირს და ამ ისტორიულ ფიგურებს რომლებზეც დგას ჩვენი ისტორია, ამიტომაც ესე გაშმაგებით ებძვიან, კედელზე დასდევენ და შლიან. ეს ხო წაგებული ომია, წინასწარ არა აქვს მნიშვნელობა დღეს ცოტნე ჯაფარიძე დახატავს თუ რომელიმე ჩემი მეგობარი, რომელიც ჩვენ ჩამოთვალეთ, უამრავი ადამიანია ამ ქვეყანაში პატრიოტი, რომელიც ქართულ სიმბოლიკას
იმას დაიცავს ბოლომდე და უამრავი მაგალითი გვაქვს იმის თუ როგორ იცავდნენ ქართველი გმირები ჩვენი ისტორიის განმავლობაში და თუ როგორ არის მათი სისხლით მორწყული ქართული მიწა და დღეს ვარ მე ხვალ არ ვიქნები ზეგი ხდება სხვა მაზეკ სხვა და პირიქით ამ ბრძოლით კიდე უფრო პოპულარიზაციას ახდენენ ბჭყალებში თუ შეიძლება უხეშად დათქვამია მაგრამ პირიქით უფრო აღეზიანებენ ხალხს და პირიქით უფრო კონფრონტაციაში შემოდიან მოსახლეობასთან და რა თქმა უნდა არის მარაზმი რასაც აკეთებენ და არის აი ვერანაირ იმაში ვერ ჩაჯდება ახსნა განმარტებაში მაგრამ აუცილებლად დავხატავთ კიდე რამდენადაც წაშლიან კიდე დავხატავთ და ყოველთვის იქნება თბილისის ქუჩები თუ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩები თუ კედლები ნამდვილად იმ ქართული სიმბოლიკით მოხატული რომელიც ჩვენ შეგვახსენეს იმას თუ ვინ ვართ და რატო ვართო დღეს ვარსებობ და რატო ქვია ჯერ კიდევ სახელმწიფო ცოტნე თან თქვენ გაქვთ ასეთი გამოცდილება ესე იგი აი ჩემთვის ეს სიახლე იყო იცით რომ აი მართლა და დავმუნჯდი რომ ერთ დღეს გათენდა და დედაქალაქის ქუჩებიდან ყველა სტენსილი წაიშალა თან ანწუხელიძის სტენსილებზე აქვს საუბარი მართლა დავმუნჯდი ახლა არ ვიცი ემოცია იმდენად მომეძალა რომ დავფიქრდი ამაზე რომ ვიღაცა მიიღო ეს გადაწყვეტილება და მე აღასრულა ეს უწყებამ რომ კედლებიდან წაეშალა ანწუხელიძის სტენსილები მე თქვენ ესე იგი დაიარეთ ეს ადგილები და რამდენიმე ადგილას აღადგინეთ ეს აქაც მოგისწროთ ჯარიმა მანამდეც? კი ბატონო, ჯარიმები რა თქმა უნდა გვაქვს და ყველა ჯარიმა რაც გამოწერილია ძირითადად სტენსილებთან დაკავშირებით. ერთ კიდე ისტორიას გავიხსენებ, ეს 2 წლის წინ იყო ზუსტად 9 აგვისტოს, 9 აგვისტო არის ის თარიღი, როცა რუსებმა მუხანათურად აწამეს და მოკლეს შემდეგ გიორგი ანწუხელიძე. ჭოველიძის ქუჩაზე, თამარ ჭოველიძე, რომელიც 9 აპრილს ასევე მუხანათურად მოკლეს რუსებმა, დასაწყისში ეს არის რუმსის შენობა არის, მანდ იყო დახატული გიორგი ანწუხელიძის, მარო მაყაშვილის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სტენსილები იყო და საქართველოს ეროვნული დროშა და ჩვენი სიმბოლიკა. ზუსტად 2 წლის წინ 9 აგვისტოს კიდევ ვიმეორებ გიორგის წამების დღეს, ჩვენი ეროვნული გმირის წამების დღეს, დილის 7 საათზე მოიყვანეს დასუფთავების სამსახური და დასუფთავების სამსახურს იცავდა პატრული და ისინი შლიდნენ ამ სტენსილებს ზუსტად აი როგორ შეიძლება ეს დამთხევა იყოს, რომ ზუსტად იმ დღეს გაეკეთებინათ, ზუსტად როცა გიორგი აწამეს. შემდეგ რა თქმა უნდა იქ ის კერძო საკუთრებაა რუმსის კედელი და ვთხოვეთ და ეს სტენსილი დღესაც იქ არსებობს და დღესაც არის და რა თქმა უნდა აღვადგინეთ და სხვა ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე სადაც წაშლიან რა თქმა უნდა ისევ აღვადგინეთ და ისევ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას იმიტომ რომ უბრალოდ ამის ესე გატარება წარმოუდგენელია რა აი ამბროს ეხელაიას სტენსილს მარო მაყაშვილის სტენსილს გიორგი ანწუხელიძის ხელი როგორ უნდა ახლოს საერთოდ ან როგორ უნდა გასცე ბრძანება რომ ვიღაცას დაავალო ეს გარკვეულ ვინც ამას აკეთებს დასუფთავების სამსახური რა თქმა უნდა ისინი არაფერ შუაში არ არიან თავარი პრობლემა არის და თავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ეს იქნება ალბათ პირდაპირ ალბათ მერია და ბატონი კახი ალბათ ან სუსი ან რაღაცა მაღალჩინოსნები რომლებთაც ძალიან გულზე ხვდებათ ის რომ ჩვენ ეროვნულ გმირებს ესე წინ წამოვწევთ ხოლმე და შევახსენებთ ხალხს თუ ვინ არიან და რას წარმოადგენენ ხო რომ ვერ წაშალეს ქართველების მეხსიერებიდან რუსებმა ეს კადრებით საოცარი კადრები სადაც არ დაიჩოქა ეროვნულმა გმირმა და ფეხის დაბიჯებას ეროვნულ დროშაზე და მთავარსარდლის შეგინებას ამჯობინა სიკვდილი ღირსეულად მაშინ ვერ დაამარცხეს ანწუხელიძე ვერ წაშალეს ის საზოგადოების ცნობიერებიდან და ვიდრე ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე მაინც იქნება ცოცხალი ანწუხელიძეც იქნება ცოცხალი და არ ვიცი კედლიდან მისი სტენსილის წაშლამ როგორ უნდა გააქროს ის ამ მეხსიერებიდან ეს უფრო მეტს ამბობს მათზე ვინც ეს დავალება გასცა ვიდრე შედეგის მიღწევის შესაძლებლობაზე თქვენც აღნიშნეთ რომ ვიდრე ერთი მეც მგონია რომ ვიდრე საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც იქნება მას ეცოდინება რომ ანწუხელიძემ ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის სიცოცხლე შესწირა მის თავისუფლებას და ნახევრად დახატული ეს სტენსილი ანუ დასრულდება ნახევრად დახატულია ეხა სამწუხაროდ ვერ მოვასწარით როგორც გითხარით ძალიან ოპერატიულად მოვიდნენ ეს ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები მაგრამ აუცილებლად დასრულდება მანდაც და სხვა ადგილებზე სადაც წაშალეს და არა მარტო იმ ადგილებზე სადაც აქამდე იყო სტენსილი არამედ ახალ ადგილებზეც აუცილებლად დაიწერება და დაიხატება ჩვენი ისტორია იმიტომ რომ ისტორიის წაშლა და გადაწერა რაც იყო კომუნისტების მეთოდი და რუსების მეთოდი და რაც ადრე ნაწილობრივ მუშაობდა მაგრამ ეხა ინფორმაციულ სამყაროში სადაც ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე არის ძალიან მაღალი და
წაშლა ფაქტიურად წარმოუდგენელი ინფორმაცია წაიშალოს. ყველანაირად შევეცდებით აუცილებლად რომ შევახსენოთ ჩვენ თანამოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალ თაობას, ვინც ომის მერე დაიბადა, თქო, ვისაც არ ახსოვს ჩვენ სამწუხაროდ გვახსოვს ეს ყველაფერი 90-იანების გვახსოვს და აფხაზეთის ომის გვახსოვს და 2008 წლის ომის გვახსოვს. მაგრამ ზუსტად ჩვენი ყველას ვალდებულებაა ეს, რომ ვიზრუნოთ იმაზე, რომ აი ამ ინფორმაციულ ომში, რომელიც გამოცხადებული აქვს რუსეთს პირდაპირ, არა მარტო ინფორმაციული ომი და ჰიბრიდული ომი, ფაქტიურად ყველა მხრივ ოკუპირებული ვართ და აი ესე როგორ ვარსებობთ კიდე ეგ საკითხავია, მაგრამ ვარსებობთ ისე როგორც თქვენ ტელევიზიას და დამოუკიდებელი მედიები და ისე ჩვენს აქტივისტები ამ უამრავი ჯარიმებით და უამრავი რეპრესიებით და უამრავი მუხარის და უამრავი დაშინების ფონზე, რა თქმა უნდა, ამას მაინც გავაგზავნებთ. სადაც აქამდე მოვედით ბრძოლით და აქამდე მოვიტანეთ ეს ქვეყანა და აქამდე მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენ ახლა არანაირი ვალდებულება, არანაირი უფლება არ გვაქვს იმის, რომ ავდგეთ გუდანაბადი, ავიკრიფოთ, წავიდეთ ამ ქვეყნიდან და ან ხელი ჩავიხდნიოთ და ვთქვათ, რომ იცით რა არის, რადგან ეს ამ რეპრესიულ კანონს იღებენ, ამიტომ ჩვენ ამას აღარ გავაგზავნებთ რა. ბევრი ვართ, ერთად ვართ, ეს ბრძოლის ჯინი არის, განსაკუთრებით ახლა გლობალური გეოპოლიტიკა ისე ვითარდება, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიწროვდება ყულფი ოლიგარქის რუსი ოლიგარქის კისერზე და აუცილებლად დადგება ცვლილებების დრო და ზუსტად ამ ცვლილებების მომსწრე ვართ ჩვენ დღესდღეობით მოუახლოვდა ჩვენ რეგიონსაც ეს ცვლილებები და რატომღაც გონია რომ უკვე დროის ამბავია ის რომ ეს ქვეყანა აუცილებლად განთავისუფლდება დიქტატორისგან და აუცილებლად განთავისუფლდება ერთხელ და სამუდამოდ ამ რუსული მარაზმისგან რომელსაც ჩვენ აღარასდროს აღარ უნდა დაუბრუნდეთ შემდეგში.